ესეთი მდგომარეობა ამ დილით. ღმერთო, რამდენი თოვლია. ეს არის საძინებელი. გამოიყურება ესე, არის პატარა მაგიდა. ესეთი 4 საწოლით. ესეც აბაზანა გამოიყურება ესე თავის არცხი მანქანით. Hello, ჩვენ ბარგდებით ნელა-ნელა. ჯერ წავართ ვისრიალებთ და მე გავემართებით უკვე დასავლეთისკენ. ესეთი ამბები მოკლედ. აი, ესეთი იყო მისაღები. თავისი მაცივრით, სამზარეულოთი, დივანი, ტელევიზორი, ნაძვის ხეც მქონდა. და ეს 2 საწოლი. მოკლედ ესეთი ბინა მქონდა რა, აპარტამენტები, ნაქირავები როგორც ეძახიან. აქ საძინებელი რომელიც განახეთ და აქ აბაზანა. წავედით. ჩავბარდით. ჩამოვსრიალდეთ ამ სეზონზე ბოლოჯერ ხო? და. ბატონო. ხვალ ვერ მოგიყვან, იმიტომ რომ ხვალ გვეწყალტუბაში ვიქნებთ. წადი. და ხვალს გალამა. ოი მე დედა. წადი. ხვალ ბაღი. არა, ბაღი არ ვიცი როდის იწყება ჯერ, საკმაოდ. ესეთი თოვლია ბატონო. ვინა? არ ვიცი, ჯერ უნდა მივიდე, აზრი არ აქვს რომ დაურეკო წინასწარ, იმიტომ რომ რო გეტყვის 9 საათში შეიძლება ხომ გადააგრძელებინე. ლოლუები, ლალამაზათანო. წადი. თავს. ნეტა როგორი სიტუაცია რიკო? წავიდნენ გოგოები. დანიელა გაბრიელთან, ეველინა გიორგისთან. უთუ. აი, ევე გოგო მოდის. დანიდუნი სად არის ნეტა? შად არის ნეტა ვიცი დანიდუნი წერტილი. ხედავთ? არ ხედავ, ამიჭერდა თვალები. წაიქცა ჩვენი გოგო წამოაყენეს. პირველი რაღაცნაირად იმაშება, იჭედება პირველ ჩამოზრიალებაზე და მერე ეხსნება უკვე. დანი სად არის გოგო? აი, ისინი. აპა, წაიქცა, როგორ წაიქცა ვიღაცა საწყალი. დანიდუნი მოდის, დანიდუნი. დედას წიწილო. მოდი გოგო, მოდი, შეწერტილო შენ. ყაჩა. დათა მივიდა დანიელასთან, ძმაკაცი მივიდა ხარ დასაჭერად. იუპი! წიწილო. წიწილო. დანი! მეორე ჯერ მოდის უკვე ჩვენი ქალბატონი. ალბათ ჩამოსრიალდებით 5 ჯერ. დათა გვერდით. მართაც. მეგობრებთან ერთად.
იცი ეხა ეს რამდენად გავჩდები მე მგონი საერთოდ არ ჩანვარ და ტყუილ უბრალოდ ანთია თუ ჩანვარ თუ რა ხდება წინ არ ვინათება იმიტომ რომ მაწუხებს მე ტარების დროს მოკლედ ჩამავედი წყალტუბოში და მე ჩემს მანქანაში ვარ როგორ მომწონს როგორ მომნატრებია როგორც ის მონატრება ისე ხო საყვარელი მანქანა რო ყავს და დიდი ხანი რო არ მჯდარ ხარ მე გენატრება და გამოვიყვანე ჩემი მანქანა გამოვასეირნე მეც გამოვისეირნე წყალტუბოს თვალი შევავლე ეს მანქანა უხოს თუ რა შვები ჩემი ძმა გადაგედია გზა გადაო ნეტა გადაკეტილი შესწავლი პირდაპირ ხოდა გოგოები ჭკუაზე არ არიან სიხარულისგან ბებო და ბაბუ მონატრებულები ნახეს დედაჩემმა დაგვახვედრა ქათამი შემწვარი ქათამი ბაჟეში ქათამი ისე ქათამი ასე ტკბილეულობა და ამბები მონატრებულზე და მოკლედ ცოტა კი გაჯანჯღალებს და არ ჩანა რა ხმა ხო ისმის რაც თავარია ესე კარგად მოვიარეთ ბაკურიანი ერთი სიტყვით ჩემი გამომწერებიდან ერთი იყო ბაკურიანში რომლის ნახვაც ვერ მოვახერხე რომ ცოდნოდა რომ ყურის ძიში მყავდა იქვე შევეხმიანებოდი მაგრამ გვიან გავიგე და მეორე მოდის ხვალ ხა სწორად მახსოვს თათი უბრალოდ ეს ვლოგი ცოტა 1-2 დღით დაგვიანებით აიტვირთება და დღეებში შეიძლება მაგითო ვერ გავარტყა ხო და გული დამწყდა რომ ვერ გნახეთ გოგოებო მოკლედ მაგრამ არა უშავს სხვა დროს იყოს რაც შეეხება ბაკურიანში ჩვენ სტუმრობას ძალიან კმაყოფილები წამოვედით, აი მართლა ძალიან კმაყოფილები, ვინც თვალს გვადევნებს დიდი ხანია იცით რომ ქეთისთან ერთად ცემში ვიყავით დასასვენებლად დათასთან და მართასთან ერთად და ძალიან კარგი დრო ვატარეთ ამასობაში მოვედი სახლში ხო და ამჯერადაც ქეთისთან, დათასთან და მართასთან ერთად წავედით მოკლედ დასასვენებლად და მართლა არაჩვეულებრივი დრო ვატარეთ ერთად. ბაკურიანის ფასებმა ცოტა არ იყოს კი დაგვშოკა, მაგრამ ნუ რა ვქნათ. გამოირთოს ეს ახლა ეს მაგრამ რა ვქნათ, ნუ ესეთი ფასებია, ვერაფერს ვერ შევცვლით. პროდუქტები ჯორკიდებული არ წავსულ ვართ. ერთადერთი ხორცი მქონდა წაღებული და დანარჩენს ადგილზე ვყიდულობდი, რაც მჭირდებოდა, იმიტომ რომ ფაქტიურად ერთნაირი ფასებია. ბინაზე მკითხეთ, ბინა ჯავშანი გავაკეთეთ ჩვენ ფაქტიურად ერთი თვით ადრე და ქეთი მაშინ რომ შეეხმიანა გვითხრეს 180 ლარი, მერე ჩამოვიდა 150 ლარზე და მერე ჩამოვიდა 130 ლარზე და მე მგონი იდეალურ ფასად გქონდა ნაქირავები, იმიტომ რომ საკმაოდ მაღალი ფასები იყო და 10 დღე ვიყავით ერთი სიტყვით. რავი, ჩვენც ძალიან ნორმალური პირობები იყო. ჯამჭურჭელი ყველაფერი იყო ადგილზე, სისუფთავე იყო, ჩვენც შეძლებს დაგვარად ვინ ვარჩუნებდით ამ სისუფთავეს, ბავშვებთან ერთად როგორ ჩაგვეძლო, დავალაგეთ, მივაკოხტავეთ და წამოვედით ისე. კიდე რა. თხილამურების ფასები მე კიდე. ფასები გაინტერესებდა ძალიან ბევრს. სადაც ვაჩვენე კადრით თუ არ ვწდები, სადაც თხილამურებს ვიღებდით. ძირთადად 25-იანებთან დავდიოდით. და ჩავსვამ კადრში თუ რაღაცა და ვნახე ძველი ვიდეოს ისინი, ჩავსვამ კადრში თუ სად ვქირავდით კონკრეტულად
რადგან ძალიან კარგი ინსტრუქტორები ყავდათ, გაბრიელზე შეყვარებულია ეველინა, მისი პირველი ინსტრუქტორი იყო გაბრიელი და რამოდენიმე დღე გაბრიელთან ერთად მოუწია და მე უკვე ენაცვლებოდნენ, რადგან ხშირად არ გვხვდებოდა ადგილზე ძალიან დიდი მოთხოვნის და გამო 1 საათი ინსტრუქტორი ღირდა 70 ლარი, 1 საათი თხილამურები ღირდა 10 ლარი და საბაგიროზე, რომელსაც ჰქონდა სკამით ასაჯდომი, ის ღირდა 3 ლარი, ხოლო ესე რო უჭირავთ ხელში და თხილამურებით რომ ისრიალებენ, ისეთი ასასვლელი საბაგირო ღირდა 2 ლარი. ქეთიმ როგორაც მითხრა, შარშან ღირდა ინსტრუქტორი 50 ლარი. თუმცა წელს ისეთი გაძვირებული დააგვხვდა ფასები და რაც შეეხება ჩემს შვილებს, ეველინა ზოგადად ძალიან ისეთი ფრთხილია ცოტა და გარისკვის ცოტა რო ეშინია და თავისი საზღვრები რო აქვს, ესე ვთქვათ. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ევეკომ გადალახა ეს მისი საზღვრები, საბაგიროზეც დაჭდა დამოუკიდებლად, თხილამურებზე ასე თუ ისე სრიალებდა, მაგრამ დანიელა იყო სრული შოკი. პირველივე დადგომიდან თან მთელი 10 დღე ვეხვერწებოდი, რომ აი დანი, გეხვერწებ კი არ გინდა თხილამურებზე, შენ შემოგევლოს დედა, ასე ისე. არა. წამოსვლის წინა დღეს მოინდომა თხილამურებზე დადგომა და დაგვშოკა და თვითონაც იყო ძალიან ბედნიერი და რა უშავს ახლა წყალდუბოში ასფალტზე პოვარჯიშებ თხილამურები. ესეთი ამბები გვაქვს. წავედი ახლა დაგემშვიდობეთ აქედან. მშვიდობიან ღამე გისურვებთ და მიუხედავად ჩემს გოგოებს საკმაოდ დაღლილები ვარ და როდის დავეყრებით და დავიძინებთ ერთი სული მაქვს. მომავალ ვლოგამდე დროებით.